გამარჯობა, მე ვარ მარი ბოლქვაძე, ეს არის კინო დეტალები. პრესტიჟი, სცენარის ავტორი და რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი, მთავარი როლის შემსრულებელი ჰიუ ჯეკმანი და კრისტიან ბეილი. ეს არის დრამა, რომლის ქრონომეტრაჟიც 130 წუთია. Every magic trick consists of 3 parts or acts. The first part is called the pledge. Ladies and gentlemen, my first trick of the evening is one that involves considerable risk. The magician shows you something ordinary. A deck of cards, a bird, or a man. I'll perform this feat in a manner never before seen by yourselves or any other audience anywhere in the world. The second act is called the turn. The magician makes this ordinary something do something extraordinary. მხატვრული ფილმი ბრიტანელი მწერლის კრისტოფერ პრისტის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს წიგნი რეჟისორს თავად ავტორმა გაუგზავნა. მწერალი აღფრთოვანებული იყო მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით Following. ავტორს გადაწყვეტილი ჰქონდა თუ ეკრანიზაციის უფლებას რომელიმე კინოსტუდიას მისცემდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ რეჟისორი ნოლანი იქნებოდა. ნოლანი მწერლის ნამუშევრით დაინტერესდა, თუმცა რეჟისორს იმ დროისთვის ბევრი გრძელვადიანი პროექტი ჰქონდა დასასრულებელი, ამიტომ ფილმზე მუშაობა 5 წლის დაგვიანებით დაიწყო. რომანი კინოსცენარად თავად ნოლანმა გადააკეთა. ამიტომ ორიგინალური რომანისგან განსხვავებით სიუჟეტი ფილმში ფრაგმენტულადაა გადმოცემული, ეგრეთ წოდებული ფლეშბეკების დახმარებით. რაც შეეხება კასტინგს, როდესაც ჯეკმანი სინჯებზე დაიბარეს, ნოლანს იგი არ მოეწონა. რეჟისორმა მსახიობს უთხრა, რომ მას თავდაჯერებულობა აკლდა. ჯეკმანს კი ისე სურდა ფილმში მონაწილეობა, რომ ნოლანი განმეორებით სინჯებზე დაითანხმა. When I heard that really a lot of my work is with Michael, I was absolutely thrilled. I'm such a huge fan of his. And I've seen so many of his movies over the years, and it's one of those surreal moments when you actually turn up on set. There's a few in this film, turning up with David Bowie and turning up with Michael Caine, kind of days you never forget at work. ფილმში ასევე ჩანს გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში ამერიკელი ფიზიკოსი, წარმოშობით სერბი ნიკოლა ტესლა, მას მუსიკოსი დევიდ ბოუი ასახიერებს. ფილმის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი დევიდ ბოუის დიდი თაყვანისმცემელია. მრავალი წლის მანძილზე მას სურდა მუსიკოსთან თანამშრომლობა, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნა, გამბედაობა არ ყოფნიდა ბოუისთვის რომელიმე როლი შეეთავაზებინა. რეჟისორმა დევიდ ბოუის ინტერვიუში ამოიკითხა, რომ ბოლო წლები მუსიკოსი ტესლას ნამუშევრით და ბიოგრაფიით იყო გატაცებული. ნოლანი ბოუის დაუკავშირდა და აქედან დაიწყო მათი თანამშრომლობა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2006 წლის 17 ოქტომბერს შედგა. მისი ბიუჯეტი 40 მილიონი ამერიკული დოლარია. For me, The Prestige is very much about filmmaking. It's very much about what I do. It's also intended to suggest to the audience some of those ideas about how the film itself is spooling its narrative out to the audience. We want people really to be aware of the effect the film is having on them as it's unfolding before their eyes. მე ვარ მარი ბოლქვაძე, ეს იყო კინო დეტალები.